დილამშვიდობის ხალხო და ჯამაათო. ეხლა ვდექი ხალხო, ეხლა ვდექი და ცხრის ნახევარზე დადაკა ბუძელნიკმა და იმ დონეზე გათიშულს მეძინა, რომ ვერ მივხვდი რატო დარეკა. ანუ სამსახურში ხარ ვიდეოები ჩემ თავს გითხარ, მაგრამ ეს დამეტანი გვიანადი. ვერ მივხვდი რატო დარეკა ბუძელნიკმა და მე გამახსენდა. 1-5 წუთის მერე რომ ნინოს წამარს ვასმევ, ცხრის ნახევარზე ვასმევ ხოლმე და მაგის ზარი იყო დღესოველი. Drus გამოველი მდგომარეობა და სადაა ჭემჭიქა? გასარეცხი 1, გასარეცხი 2 და ქალი ეხლა ახლა სახლიდან საწყლიდან. ამიტომ გვინდა ჭიქაები ძუბთა. ეს არ გვინდა. ეს არის ალექიანისა. ქარმა. ნინო იყო სული ერთჯერად სუპერზე. და მინდობა ქალმა. სენჩკა. გამოიყენება. 20 ლარი წაიღე და 5 გამოიყენე ბო. არა. 10 ლარი წაიღე. გუშინა კი რა ვიღა? 25 თეთრი. რაც გადამრიო და აი გუში მივეცი ლარი და 20. შეგლენას. იქ 25 თეთრი მას. მე გიხოწე ბარი მაგახარა. მაღაზია ყواني ლაცია. გუში 40 თეთრი დამევარა და გაუბრინდა. 10 თეთრს მოხცე უკვე. გუში და 40 თეთრი დაევალა თქوانيა. მე მანამდე წყალს დაიყო. აქედან ამოდინარეო დასკვნა. აქ აღარ უნდა იყიდო. ნინო. მოდი. მომეცია 40 საათიანი. მომეცი. ეს ზოგიოცი. ის თეთრი რა თეთრიც რამე არის. ხო, πάντα შეიძლება იყიდო. ეს იყო სამში ჩამალაგებ იმას. თავი ბეფხალი, მე ვიტილდა ხო? აქ რატო გაღებული 2 საათი. დღეს მოვაკეთოთ საჭმელი აჯაფსანდალი. უმაგრად მიყვარს ხოლმე აჯაფსანდალს რომ ვაკეთებ და რატო? არ ვაკეთებ, ხო არის რაღაცა ცალ-ცალკე აკეთებ ხოლმე და რაღაცა ვიცის გამისწორა. რაღაცა ცალკეს თუ შავენ თუ რაღაცა ხო იცით ხო და არ ვაკეთებ ხოლმე მე ეგრე ყველაფერს ერთად ყველაფერს და დაბალ ცეცხლზე ვდგავ და ვამთავრებ იქ მე ის მიდია ბორს რო აქვს ხო იცით თავის რა მიჩავყარი ხარ თავის ისიდი რო აქვს ბორს აი ეტაპები რო არის მე ჯაყარე ჯაათღლიში ყველაფერი და დაბალ ცეცხლის სხვა შორის წინაზე სამსახურში წავიდე და თან მოეწონა ჩემ თალახს ბექას ეხლა წავიღებდი მაგრამ ამ კვირაში არა არ ჩავიყრია პარკში კი არა და ებაში რა ქვია შუში დამეზარე მე წყალი უნდა დამედგა ჩას მოიტან იქ შემოდგა წყალი რაღაცა წითელი რაღაცები დაფიარებული. ჩამოიტან, ესეც გაიტანე სხვა მოიტანეთ. მაგალითად იმიტომ რომ ისი აქვს არ დაბრახუნ ვარ დახურო ხარ. წყალი აქვს ისი რომ ცოტა ხანი რომ მოდის ხოლმე ვუშვებთ რომ გაიწმინდოს მაინც. გავუშვი. ეგრევე არსებობ. დღეს საბჭები აღარა მაქვს ჯერჯერობით აღარადი არაფერი გუშინ დავამთავრეთ რა შეკვეთაც მქონდა და აი რაღაცნაირად ხავა არა აი ჩავასხა აი ის რო არა მე ჩავასხა მომენტი დენის გამე რაღაცა რო არ გაწუხებს რომ რაღაცა დარჩენილი არის რაღაცა გასაკეთებელი შეკვეთა გაქვს და ხაისა კარგად იონი და მამა ერთად წავიდნენ ეს იყო დათო იყო დათო იყო ხორცი ვაიპარა
და თუ ვიღავ? ეგ თქვენ სადაც იყავით. როცა? ჰა. მამა და ივანე საწავდნენ, თუ გამოდი აღარ იყო. ეკლესიაში მოგონ. თუ შეგათი. შევეცოცხლე ხო. ზარების ხოლმე მოკლედ. წაი გამიზადეთ და ამოგიტანთ ვინდა. აუ. სადაა ჭამე? არის უჭავე და მე ასე დაგაგისი. ხმულიანი. მე ყავს დავიღალიბა. ესე იგი, დილით რო არსად არ გეჩქარება და საჭმელიც, აი რო გული რო წავიდეთ და რაღაცა დილის საჭმელი მქონდა. ქათმები დილო გამოუშვა, იცის სად როგორ რაღაც სვავს და წამი ხოდა მაგაზინი დავილაპარაკო რა არის ხალხი როგორ სათავისოდ იდებილებენ თავს. არა. სათავისოდ კი არ იდებილებენ, როგორია, რომ ძალიან ვერ არიან კარგად და არაუშავდა და რაღაც, არა, ძალიან კარგად არიან, შვენივრად არიან. აი იმაზე უნდა თქვა, იმდენად გამაღიზიანებელი უკვე ხალი ჩემთვის, ან თავიდან არ ვახცენდი ყურადღებას, და მეთქი რაღაცა ცოდვა, აბა ეხლა მეთქის ნორმალური ჭკუით მეთქი ამას იზავს და არაფერიც. ვეთო რა როგორ არის მაგიზიანებს ეს მათხოვული ქცევები რა. აუ მინუსად მოგონი ზეთი. ხარბარი კი ის ხალხი ცოტა ზეც. აი ხა არ გთხოვთ, მაგრამ თქვენი თხოვ და მივხვდეთ რომ ზეთი მითავდება. ნუ ჩალაყოლი. ანუ თან ნამუსივა ქარ გთხოვთ. არ მითავდება რა. ალი დაგვა. სანამ ვიდეოს გავაგრძელებთ და ხმაურობს კარი გავიდეთ. აი მე ეს ბავშვები რო აქ ამყვანან გაჭმეთ, ჩემო ლამაზებო, გაიწეთ? გაიცით რომ გაჭმეთ. ხოდა სანამ ის უღდება და შეშიებს, მანამდე პაცა წინა გადახვევა მინდა გავაკეთო. ერთ ადამიანს მინდა მიმართო, ნუ ესე არ მიმართავდი, კომენტარებში მიმართავდი, მაგრამ ჩადი რა, არა, ჯერ როდეს საჭმელთან მაქვს საქმე, ვერ მოგეფერებ. ანუ ესე არ მოგმართავდი, მაგრამ კომენტარები გაქვს შენ დაბლოკილი და გათიშული არ მოხდე. ეთო. შემეში. იმიტომ რომ წლების წინაც გაფრთხილებდი მაგას 2 წლის წინ. თუ 1 წლის წინ, რა ვიცი. გაჩერდი. დამანებე თავი. ეხა ისევ დაიწყე, გაჩერდი. მაშინაც მაგის მეტი არაფერი არ მithქვია და ეხა შენ პასუხობ, რატო გეჩხუბავ, ესე მითხეს, რომ დამიწერეს, რატო გეჩხუბავ, არ მახსოვსო მე. მეორე ადამიანი ხარ შენც, რომელიც რაღაცა ესე ბჭყალებში ტაძარზე და რაღაცაზე ლაპარაკობთ რა და დაყენდი, რაღაცა მოდაგგონიათ ეგა და გეშლებათ ძალიან და თუ ძალიან გიდა დავშვიდე, ტაძარში ვიყავი მე იანვარში და ეხა ზეთის ცხებაზე. მაინც რო იცოდე რა, იმიტომ რომ ძალიან მაგას ესე ხელში დაატარებთ შენ და ერთი ისა ადამიანი. იმანაც მიიღო და შენც მიიღე. გახსოვს? ჩემგან არა, მიიღე, ხალხისგან მიიღე რა. ისე მიიღე თან რომ არხის წაშლა მოგიწია. ეხა ისევ გამოხვალა, ისევ გამონათდი, შემეშვი, მე შემეშვი. იარე კაცო შენი გზით ვინმე წინ გეღობება? აღარ მახსენო. და თუ მახსენებ, მაშინ კომენტარები გაუშვი, რომ იქ მოგწერო მე არა, მე საქმე არა. სხვა
იმიტომ რომ ბევრმა მოგწერა, მაგრამ არ ჩანს კომენტარები, რომ გაჩერდი გოგორი, გაჩერდიო და გაჩერდი რა. გაჩერდი. ანუ გაჩერდი და შენი საქმე გააგრძელე. მე ჩამხსენი შენ ვიდეოები და კაი? თორე ხა შენ რა გონია ვიღაცას ძალიან აინტერესებს ვის რა და როგორ რა თეჩხუბე? მაგასაც უნდა მიხვდე, რომ ადამიანი ვიღაცა გიყოლიებს, ასე რომ დაყენდი, დაწყნარდი. მაშინაც ასე იყო, სანამ არ დაიწყე არაფერი თქვი, ეხლა ისე და არავის არ ვეჩხუბები, საერთოდ რა მაქვს საჩხუბარი, თუ არ შემეხებიან. და როდესაც მეხებიან ხოლმე, უაზროდ, თორე ვის რას უშავებ, ვის რას უშლი. ისევე როგორც შენ გზაზე რო ივლი, შენც არავის არ უშლი. ხოდა. მე ისე უწევთ ხოლმე, რომ თვითონ ზარალდებიან, ასე რომ დავიდამანებეთ თავი, ხო? მე ხო არ გახსენებთ ვიდეოებში. არა. თუ ძალიან საჭიროება წარმოადგენს ხოლმე, როგორც დღეს. ასე რომ ძვირფასო გამეშვი. შეგიძლია მაგალითად ჩემთან კომენტარი დაწერო. შესავით მე არ ვფილტრავ კომენტარებს და ადამიანები რომლებიც გაფრთხილებენ გაჩერდიო. ადამიანები რომლებიც გაფრთხილებენ მიიღებდი შენ რა მაგის იმას რჩევას. კეწამაყრატანები ბოლო წამებზე ახლა, ბოლო წამებზე. ხოთ შორს არ მიყურებია. ეგ წამები ვნახე მერე რომ მითხრეს. ხო და იმიტომ კი არ მითხრეს, რომ აი მე ახლა რაღაცა ვიდოხე. არა. მინდა გაგაფრთხილო რომ გაჩერდე. დამანებო თავი რა. შემეშვი. ან ჩემ ვიდეოში ხარსად არ მიხსენები ხარ. სანამ რაღაცას არ გამოტყუებ ხოლმე. დაყენდი. ეხლა წავედით და უნდა გითხრათ იმაზე რა ქვია. ეს გაუკეთება დილოს და თვითონ ამოიტანს რა მე. ქეთი ედგუნაშვილი თუ ეგიდუნაშვილი რო არა. დედა ესე იგი რა დონის აფერისტი ქალია მოუკვდი რა. დილას რო ვუყურებდი. ვუყურებდი რა სანამ ავდგებოდი რომ ხო ვამბობდი რომ გამარჯობა გოგონი. ჩემი შავი გოგო. არცად არ მეჩქარებოდა და ავსკროლი და მივსკროლი და მოვსკროლი, ხო და? ლაივი ჰქონდა დილის 9-ის ნახევარს ჩართული უკვე. ბუძენიკმა რომ გამოყვიცა და აიო ღმერთო მთელი საქართველო ფეხზე დგას ან ლაივში არ შევსულო სანამ ნინო გავამზადე და ოღონდ ჯერ არ მომიტანია ჯერ ხო ის არის ანუ ხალხო მთელი საქართველო ფეხზე დგასო ვაიმეო ეს რებს მიწერენ და იქ ვინც არის მეორე იმას ეუბნევარ ნახეო თელავშიც უნდა მიყიდონო ბინაო და კაცო რა ქვია თბილისშიც ნახე ხალხი რა დღეშიაო და დაინტერესა რა და კომენტარებსაც უწერენ მეთქი გეცას რომ ეს ხალხი გადაიდია და შევედი და ესე იგი დამცინავი კომენტარების გარდა არაფერი არ ყოფილა იქ და ერთი უწერს რომ აი შენ თბილისში იყიდე სახლე მე თელავში არ თუ შენ თელავში მე თბილისში იყიდიო და თან სიცილის სმაილები და ვაიმე ღმერთო თბილისშიც უნდა მიყიდონ ჩემა ფანებმო მე თელი სოფლიო ფეხზე დგავსო და კაცო ეს ხალი რას დალაპარაკობს ქვებოც სხვა რაღაცებს უწერენ გავგიჟდი ხო და ისა მე თქვენითო ეხლაო დღესვე უნდა ვიყიდო სახლიო და გაუჭირდებოდა როგორც სხვა დანარჩენს პირადი აპინა პირადი ნომერი დადო ხო და ღმერთო 10 ლარი დამირიცხესო ღმერთო 50 დამირიცხესო 150 დამირიცხეს ღმერთო 150 ლარიო და ხალი არის აგიშსაკავ და მე ან თან ხო კადრი არის რომ ლაპარაკობს რაღაცა თან კომენტარები ხواد ის ლაივში რადგან სწრაფად ადის ხო ეს ბევრი ხალხი უყურებდა და იქიდან 99.9 დასცინო და გადავდა ზოგი ბრაზდები აი მეც გავბრაზდი დავუწერე რომ ისა მართლა გგონია თქო რომ ეს ხალხი ნორმალურად გელაპარაკება თქო და
არც წაიკითხე კომენტარი, რა თქმა უნდა, ავიდა მაღლა ძალიან სწრაფად მოდიოდა კომენტარები, მაგრამ ყველა მსგავსი კომენტარები იყო, მაგრამ ეს ხალი გაგიშება, ვაიმე, როგორ უყვარვარო და ფიქრობ, კაცო, ეს ხალი აქ იყურება ნამდვილად ამ კომენტარებში. ანუ იმ დონის სათავისოდ ძალიან კარგად არის. მე იქ ეტყობა ნაცნობები ის არის ხალხო ანუ სახლიო რომ ჩემი შვილი უნდა ჩავიხუტო და ჩემი შვილი ჩემთან საცხოვრებლად გადმოვიყვანო და რაღაცა და იქ უწერენ რა მეც ხო ვკითხულობდი ხა მაინტერესებდა ანუ გამიგია რომ შვილი ყავს ჩამორთმეული თუ რაღაცა ეგეთი და ხა ზოდო ნებისმიერ დედა ცოდუა რა სისულელია რომ შვილის გარეშე და რაღაცა მაგრამ რა შვილიო ვინ მოგცემ შენი შვილსო ისე სცემო კინაღამ დაამკვდარეო თუ რაღაცა და წაგართვესო ვინ დაგიბრუნებს 100 სახლი რო გიყიდონო და იყიდო ვინ დაგიბრუნებს შვილს და ამყვებს არ კითხულობს ეს და ვაიმე როგორ უყვარვალ ყბეთო ის გაგიჟი ნუ მოკლედ გათიშა ლაივი და იქ რაღა მინდოდა ახლა ლაივში და გავაგრძელე ვაიმე სკროლვა გავაგრძელე და ის იყო რა ქვია შემხვდა მაგის მერე ვიდეო შემხვდა ლაივში იყო ერთი გოგო ძაღლი ეჭირა ძაღლთან ერთად და უკან ეს ქეთი ჩანდა. ანუ ორივენი ლაივში იყვნენ ერთ ოთახიდან. გაიგე, არ ვიცი. ის ქეთი ცხოვრობს ამასთან თუ რაღაცა ეგეთი და ხო და ისაო მარიო თუ რაღაცა დაუძახე იმ გოგოს მოდიო რა ერთი წამი ვაბაო ის ჩარიცხვებიო სად არისო ხალხმა რომ დამირიცხაო და ეს ხო გიждდებოდა ვაიმე 50 ვაიმე 150-იო ვაიმეო აი გიშსა გავქალე ლაივი გათიშარო ფული უნდა დათვალოს რამდენი დაურიცხეს და ესე უბრალოდ ეს გოგო რომ ესაო არ არისო ის რა ქვიაო არ არისო 150-იო ეს არისო 1 ლარი და 50 ეს 50 ლარი როგორიაო და წინ ნულიანი უწერი. ეს არისო 0 ისა 50 თეთრი ან 0 ლარი უხსნის. არაო, შენ მასწავლი, პირში ვარდებოდა. შენ მასწავლი, ესაო არისო 1 თეთრიო, 10 ლარი კი არ არისო, 1 თეთრი არისო, წინ ნულიანები უწერიო. ვერ გააგებინა. და სახე უნდა გენახათ როგორ გატეხილში იყო და ესე გოგონა ხალხი დაგცინის. ამიტომ ხალხი დაგცინის. თვით ტრამპმა მიიწვია რა სიძახი ჩემი ფანებიო ფანებიო მაკლდებაო და ვინც მაკლებსო ჩემი Facebook გვერდიდან რომ გაბოჭდიდო ვინ უნდა და ანუ რას ვამბობ ძალიან კარგად არის სათავისოდ როგორ კაცო რასაკითხულობ იქ სხვა რაღაცას კი წერე შე რასაკითხო ან საიდან აგაკე გამბიცია რომ ესეთი მაგარი ხარ ეხლა მე ვიყიდისა ნინო წადიქ პირადი ნომერი გამომიტაშვილო უკარდახო ხავს საღამოს ისეთ სახში გადავიდეთ საცხოვრებლად ანუ აი ზუსტად ეგ მომენტია დავდო ხა პირადი ნომერი ლაივი ჩართო იქ TikTok ლაივები კაია მათხოვრობა TikTok-ში თლათ მიაქ ქართულ TikTok-ს მათხოვრობით არის სავსე აი ლაივში ვიც არიან ხოლმე რაღაცა თორე ძალიან ბევრი ადამიანია ვინც ავარჯიშებს აუ ერთი გოგო მომწონს სალომე ქვია გათხოვილია შვილებიც აყავს და ძალიან საყვარელია აუ საცხოვრობს არ ვიცი დამავიდი მაგრამ ისა ვუყურებ ხოლმე მაგის ვიდეოებს აი რაღაცნაირად ძალიან საყვარელია ლაივებიც ავარჯიშებს ხალხს და პლუს სახში რა ვიცი ძალიან საყვარელი გოგო არის ერთ სიტყვით რა და ძალიან ბევრი არიან მასეთები ვინც TikTok-ს კარგად იყენებენ როგორც სათავისოდ ასევე ხალხისთვის როგორც YouTube-ს რა მაგრამ ვინც ტელეფონი იყიდა და გაიგო რომ ვიღაცა რაღაცას ურიცხავს მოდი ეხლა და მე და აი ზუსტად ეგ კატეგორია შემოდის ახლები და ახლები როარ გაუმართლებთ ხოლმე მე ივიწყებენ ეს ფან-კლუბი ივიწყებს ხოლმე რა და მე ძალიან ბევრი მაინტერესებს ეს სინამდვილეში სად არის აი თვეების წინ რო იყვნენ მაგ სტადიაში ხო და ეხლა ქეთი ყავ ისაო ხალხმა მომწერაო რომ იავნანა ჩავწერო რომ შვილებსო ჩემი შვილებიო თქვენი იავნანის გარეშე არ იძინებენ მაინტერესებდა ვიდეო მოვძებნე იავნანის 3 საათამდე ვეღარ დავიძინე ჰაირი გამეჭედა მე თვითონ აიქ ძალიან კარგად არიან სათავისოდ რა
აი, მაგას ვამბობდი ხანდად არ გავაგზავნე. ანუ ეხლა რომ დავდო პირადი ნომერი და ვაიმე ღმერთო ხალხი რეებს წერს თან ესე ჩაიხევით. ვაიმე რას მეც ვიყვარ ხარ თუ არაფერი არ იწერება ხალხო იქ. სიყვარულს არაფერი არ იწერება. გადაუარა ხალხმა, გადაუარა და ეს გიჟივით და ტინგიცივით. ვაიმე 150 ლარი თურმე ლარნახევარი. ვაიმე 50 ლარი თურმე 50 თეთრი. და მაგრამ გაუტყდა რომ ლაივი გათიშა რა ფულები უნდა ეთვალე ესე. ესე უნდა ეკრა და ვერ აქნა. ვაიმე, აი არ ვიცი, ეგეთ რაღაცებზე აი მაღიზიანებს და აი მინდება ხოლმე რომ აი ისე რა ისეც კარგად გავწიწკნიდი, მაგრამ ისე სიტყვიერად უნდა გაიფინო. რა აზრია რა, იმიტომ რომ იქ ჩემნაირად თუ წერდნენ ყველა როგორც ახლა მე ვლაპარაკობ ისე. რომ ხალხი გაუცნობლებს არ კითხულობს ამ კომენტარებს, უეჭველი ფურცელზე უწერიაო, რაებსაც კითხავს. ვაიმე, ღმერთო, დაინახეო ჩემი ფანები, რა ეცაშვებიანო. თბილისში იყო ჩამოსული და მანქანიდან არის გადმოსული. აი ესე ტელეფონი უჭირავ ერთი, მეორეთი აქედან იღებს. და ლაივში TikTok-ზე ხალხო, ესეა ფანჯიდან რა, ესეა ეხა ის ზოლი ხო გამყოფია, ესეა გადმოსული. ვაიმე, მთელი თბილისი ფეხციაო, სიგნალებითო და რა შეხვედრებითო და რაღაცაო და უკენა მანქანამ დაუსიგნალა რომ ქარლო შეყავით თავი არ დაგარტყაო და დაუსიგნა და დაბადობა კიდე გადაყოხელი. თქვენ იცით ამ 50 თეთრებით სახლის ფულს კი აგროვებენ ხალხი. მაშ ესე. ვიგაგანი და აღო დამჭა დასალე. დღეს რომელი მარტია ნინო? აი მე რომელი მარტია? ვაიმე რომელი მარტია მეთქი თლა დაუბერე. გუშინო თირკმელის რაოდენობაში ავწდი. მოკლედ, რით ვერ დაიმახსოვრეთ, რომ თვეში არ უნდა შემედაოთ. საერთოდ არ უნდა შემედაოთ თვეში. რიცხვებში ხო მით უმეტეს. ნუ დღეებში ხო მოკლედ რაცაც მათემატიკა შეიცავს, მათემატიკის ფარგლებს შიგნით და გარეთ არის, არ შემედაოთ. რამდენი თირკმელა და ფილტვია ხმას არ ამოიღებთ, რომ თქვა რომ 3-ია, ესე იგი 3-ია. ხმას არ ამოიღებ. რამდენი მაგისთანა? დღეს მარტი არის. შემედავეთ, აბა. და ვაფშე რომელი მარტია შვიდობა? 6, 5? 5 აპრილი. 5 აპრილია. რაღაცა უნდა მეთქვა მაგასთან დაკავშირებით და დავიწყდა. ხო, 5 აპრილია და დავიმახსოვს, დღეს გავიხადე კალგოტკა. აღარ ჩავიცმებ, დავპირდით ჩემ თავს. აღარ მაქვს ნერვია ეს გიჭერს ფეხებზე. მაგრამ ეხლა განთროყავ შემცივდა. მაგრამ არა უშავ რომ მივიჩვევ. დღეს კაი ამინდია იმ ხრივ რომ აი მოღრუბლულივით, მაგრამ მზე არ არის და სიწყნარია სიმშვიდეა, ნიავი არ ტოლკავს რაღაცა და აი ეს ყვავილების სუნი დგა. ნუ მზეც რო იყოს კაი იქნება. მაგრამ არც უმაგისობა აფუჭებს საქმეს. წავედი ახლა. დილამშვიდობისათი მოვედი ახლა და ახლა ისე გავიქცევი. ახლა წუხეძილის რამდენი ის არის და კეთე როგორ ვიქალე. ოი ნინო დღეს საგაკ ცეკვაში. ეგ არ მახსოვდა. მე მტვერსაც ჩართავ მარტო. სხვა არაფერს არ გავაკეთებ. შეკვეთები არა მაქვს, ვაიმე როგორი ბედნიერი ვარ ხოლმე რომ შეკვეთები რომ არა მაქვს მაგით კი არა, ანუ ყველა შეკვეთა რომ ჩაბარებული მაქვს და აი რაღაცა სიმძიმეს არ ვგრძნობ იმისას რა რომ ვაიმე ეს გასაკეთებელი მაქვს და რაღაცა და რაღაცა. ხო, გუშინ კომენტარშიც დაიწერა და ისეც თაბარ მოვკითხა, გაუმარჯოს თაბარ, სად უყურებ საიტზე, რომელ საიტზე უყურებო სამეფო კარის თამაშებს. ყველა საიტზე დევს, ქართულ საიტზე დევს, ყველაზე. მე უყურებ ძირითადად ფილმებს აჭარანეთზე. ეხლა რაც შეეხება, შეიძლება ვერ შეხვიდეთ, იმიტომ რომ მაშინ რომ კავიამ დაბლოკა კომპიუტერებს და ტელეფონებს დასჭირდა სხვა რაღაცა პროგრამულად რაღაცნაირად გადაყენება, რომ ამ საიტებზე შეხვიდეთ. იმიტომ რომ შეიძლება ეხლა თქვენ ჩაწეროთ და ვერ შეხვიდეთ, მაგრამ არ მახსოვს როგორ უნდა შეხვიდეთ. მაგრამ
YouTube-ზე იქნება, არ არსებობს, TikTok-ზეც იქნება, TikTok-ზე უფრო ნახავთ თუ რა უნდა შეცვალოთ პროგრამაში რა, ანუ არაფერი ძალიან რაღაცა ღილაკი იქნება გასაწევი და არ მართლა არ მახსოვს. კომპიუტერში უფრო მახსოვს თითქოს დაახლოებით, რომ რაზე უნდა გადაიყვანო, რომ ქართულ ასეთ მიკობრულ თუ როგორ ეძახიან საიტებზე შეხვიდე რა. ხო და ოღონდ როდესაც კომპიუტერს ამაზე გადაიყვან, კომპიუტერს ეხსნება სხვა ანტივირუსული დაცვა ეხსნება, ანუ რა, შეიძლება უბრალოდ აღარ უნდა გამოიყენო სხვა რაღაცების გადმოსაწერად, ანუ ანტივირუსი უქმდებარად ჩათვალეთა ეგეთი რაღაცა მოსდის. იმიტომ რომ მე ლაშას კომპიუტერზე გავაკეთე ერთხელ 2 წლის წინ ეგ ამბები რო დაიწყო, რომ გადავიყვანე და ანუ სხვა ვერაფერს ვეღარ აკეთებდა კომპიუტერი რა და თან ახლა არასოდეს არ ლაშას სკოლის კომპიუტერზე ვლაპარაკობ და არასოდეს არ ამიღია ისე რომ აი არ სწოდნოდა და რაღაცა და კი კაი გააკეთებდა. ეგ არ ამბავი არ ვიცოდით ისე რომ დაცვა ანუ თან ლაშას რა ყველაფერი შიგნით აქ კომპიუტერში და რო იტყვიან ჰაერში დარჩა ანუ დაცვა მოეხსნა საერთოდ და მაგის მერე ანუ გადააყენა ისე გამორთა ეს ყველაფერი და მაგის მერე ანუ ეხლა რომ ლაშას კომპიუტერით მულტფილმი რაღაცა ჩართო ვერ ჩართა, იმიტომ რომ არ არის მაგისთვის განკუთვნილი. ხო და ეხლა მე ჩემ პატარა კომპიუტერში ვთავ ხოლმე, იმიტომ რომ მე სხვა რაღაცებში არ ვიყენებ, ანუ არაფერს არ გადმოვიწერ, არაფერი ანუ შეხება არ აქვს სხვა იმათ და მაგ მხრივ არ ზიანდება რა. ესე იგი, ეს არის აჭარანეთი, აიმოვის ჯიარი, სრულად კომია, ფილმები ქართულად, მაიკადრი, მაიკინო, კიდე რეებიან ქართული საიტები. ძალიან ბევრია რა. მოკლედ, აი დიდ Google-ის საძიებო ველში ჩაწერეთ იმ ფილმის სახელი, რომელიც გინდათ და ქვეშა მოგეიყრით ძალიან ბევრ სხვადასხვა საიტებს, რომელზეც ეს ფილმი იდეებს და ძალიან ადვილად შეხვდათ. თავარია ეს გადააყენოთ რა. წავედი ხა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. დღეს თითქოს საქმე არაფერი არ მაქვს, ამიტომ ჩემს გეგმების განხორციელებაში შევდგები. რაღაც. თუ არ დამეზარა ხერხსაც გამოვიტან და იმ რაღაცას გავაკეთე. წავედი.